დილა მშვიდობისა, ეგვიპტეში ყოფნის მეათე დღე და ეხლა ლუქსორიდან მივდივართ ასუანში. ავან მივდივართ private car-ით. ჩვენ ძღოლი გვყავს, რომელიც ტური ავიღეთ პატარა სასტუმროში მოკლედ რა. ანუ ლუქსორიდან ასუანში ვაპირებდით წასვლას, მაგრამ რო დავფიქრდით, ლუქს მაგ შუა გზაში არის ორი ძალიან მაგარი ტაძარი. ედფუ და კომომბო. ხოდა, კი, მანამდე არ ყოფილვართ მანდ არასდროს. ლუქსორიდან პირდაპირ ასუანში მივდიოდით ხოლმე. ეხლა ვიფიქრეთ, რომ თითქმის იგივე ფასი გამოდის, რატომღაც გააძვირეს, ანუ 3 საათიანი გზაზე ყველაზე მინიმალური $16 ავტობუსები შემოყვდა. და მატარებლები უფრო ძვირები იყო, $17-18, ანუ $40 რა. ეგეც ცოტა დაბალი კლასის. ხოდა, ვიფიქრეთ, რომ ეს იქნება მგონი, რომ ეს ტური ავიღოთ, რომელიც დაგვიჯდა ჯამში ორივე $75 და წავალთ აი პეტროშიც გავვილით 1 საათნახევარი გავჩერდებით, მერე კომომბოში საათნახევარი და მერე პირდაპირ ასუანში წავალთ. ეგ დაგვწავებს ეს კაცი, თან კომფორტული მგზავრობა გვექნება. ხო, ჯამში კი, კარგი მანქანა. ჯამში გვიჯდება $208 ზუსტად. ხო და ანუ სადაც გადავიხდით $40, იქვე დავამატეთ რაღაცა $25, ორმაგი ფასი, მაგრამ უფრო კარგ გარემოში ვიმგზავრებთ და უფრო ბევრ რაღაცას ვნახავთ გზაზე. ედფუში ჩამოვედით. ძალიან მაგარი ადგილია. ტურისტები არავინ არ არის რა. ეხლა მე და ნათია ვლაპარაკობდით რა. რომ აი აქო რაღაცა ტურისტები არიან თუ არაო და მე ვეუბნებოდი რა, როგორ არ იქნებიან მეთქი რა. და მე შევედი ბუკინგზე და ერთი სასტუმრო ვიპოვე, რომელსაც რივიუ არ ქონდა. მარტო იმეებით კრუიზებით ვინც მოდიან ხოლმე, ეგენი ჩერდებიან და აქ შემოდიან. მეტი არაფერი. ხო და ეხლა ჩვენ შევალთ შიგნით და დავათვალიერებთ, აბა როგორი რა არის. ყველა ძალიან ფულიანია და გემით გემებით მოდიან. ეს აღმოჩნდა რომ ნათია მართალი იყო, მე შევცდი. ძალიან მიყვარს ეს. ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე და მოვედი ედფუს ტაძართან. ჩემი აზრით ედფუს ისეთი განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს ეგვიპტის ისტორიაში. შენებით ახლანდელი პერიოდის ტაძარია, პტოლემეიდურ ხანაში არის აშენებული. მესამე საუკუნიდან პირველ საუკუნამდე იგებოდა. და სასტა იმას არ ატარებს. მე როგორიც მიყვარს აი ძველ ეგვიპტურს ისე. მაგრამ მაინც გამორჩეული, იმიტომ არის ეს ტაძარი, რომ ყველაზე კარგად შემონახულია. ეხლა რაც შედარებით ახლოს მოვედი, უფრო დიდი. ხო, ისეთია, შთამბეჭდავი. ალბათ. ხო, ანუ მართლა კარგად ეთქობა შემონახვა. უმეტესობა ეს ტაძრებს ყველაფერი ჩამონგრეული აქვს ხოლმე, ნაწილ-ნაწილ რა. ამას ეხლა შემოსასვლელში პატარა ტაძრებში რა თქმა უნდა, ანუ სიძველის კვალი ეთქობა რომ დანგრეულია, მაგრამ კარგად არის შემონახული. ეს ტაძარი მიზღვნილი არის ჰოროსისადმი, რომელიც იმ პერიოდში მთავარ ღმერთად ითვლებოდა. აი ჰოროსის კანდაკებად ის ცხოველურ ფორმაში. ხო და ამ ტაძრის კედლებზე არის აღბეჭდილი რამდენიმე საინტერესო რაღაც. მაგალითად რაღაც
მითი იმის შესახებ თუ როგორ დაარსდა ეს ტაძარი, რომ ჰოროსი აქ დაეშვა და რაღაცები ამოვიდნენ, მოკლედ მითოლოგიური ჩანახატია იმის შესახებ თუ როგორ შეიქმნა ეს ტაძარი. და არის ასევე აღვიწყდილი ჰორუსის ბრძოლა დაპირისპირება ბიძამისთან, სეტთან, რომელმაც მოკლა ჰორუსის მამა ოსირისი და იმის გამო რომ დაიკავებინა მისი ტახტი. და სხვათა შორის მაგაზე არის ფილმი გადაღებული. ისე რა ფილმია რა, გასართობი. სახელით ამოვიწყდა, რა ქვია ზუსტად, The Gods of Egypt, გონი. თუ სწორად მახსოვს, ნიკოლაი კოსტერვალდა უთამაშობს სამკარის თამაშების ჯეიმი. კიდე ვინ არის? ჯერარდ ბატლერი არის სამასის პარტელიდან, ის მთავარი ტიპი. და კიდე გამორჩეული მსახიობი ვინ ყავთ? გონი კი არა და ჩედვიკ ბოსმენი ქვია. ხო, ჩედვიკ ბოსმენი, რომელიც გარდაიცვალა, Black Panther-ის როლის შემსრულებელი. ხო და იქ თამაშობენ ღმერთების როლს ეს სამივე ჩემი ჩამოთვლილი ადამიანი. ჯერარდ ბატლერი არის სეტი, ნიკოლაი კოსტერვალდაუ არის ჰოროსი, რომელმაც შური უნდა იძიოს მამამისის ყველობაზე. და ესე რა. ხო და გაერთობით ისეთი ფილმია, შეგიძლიათ ნახოთ. შიგნით შემოსვლის მერე მთლად იმასაც ვერ ვიტყვი, რომ კედელზე აღბეჭდილი იეროგლიფები და ნახატები ძალიან კარგად არის შემონახული. კარგად არის, სხვათა შორის, მაგრამ ისე როგორც სხვა ტაძრებშიც მინახავს ესე. მაგრამ კარგად რაც არის აქ, არის ტაძრის კონსტრუქცია თვითონ. კონსტრუქცია არ არის დაშლილი და დანგრეული იმდენად, როგორც დანარჩენები. და მაგიტომ არის ესე განსაკუთრებული და ერთ-ერთი ტურისტული დანიშნულება ეგვიპტეში. ეს ტაძარი კაი ხანი იყო მიწისქვეშ ჩაფლული ნახევრად და გვერდზე ჰქონდათ ვიღაცეებს სახლები მოშენებული რა იქიდან რო შემოდიხარ შემოსასვლელში, იმ ძველი საცხოვრებელი სახლების ნანგრევებიც ეთხოვა რა, სანამ მე ვიღაცა ფრანგმა მეცნიერმა არ აღმოაჩინა რომ აქ ეს იმყოფებოდა დამალული თურმე და მე გაათავისუფლა იმ დამპალი ადამიანებისგან, რომელმაც დაკარგეს ეს ისტორია. როგორც ვახსენებ, ეთუს ტაძარი იგებოდა პტოლემეიდური პერიოდის დროს და მაშინ და მის პტოლემეიდური პერიოდის დასრულების შემდეგაც კლეოპატრას ტიგრიდის შემდეგ და როცა რომაელები მოვიდნენ სათავეში მსოფლიოსი, მაგის მერე რაღაც პერიოდი ის ხმარებაში იყო ეს ტაძარი, სამლოცველოდ აქ გადიოდნენ ხალხი, მაგრამ რომაელებმა მერე საბოლოოდ აღკვეთეს უკვე აქ რიტუალური და რელიგიური ცვლილებები. თავარი რაც გააკეთეს რომაელებმა ცუდი არის ის, რომ ეცადნენ წერი ნახე, გაეშავებინათ და ეს იყო მცდელობა მისე რომ ეს შიგნიდან დაეწვათ და მოეშორებინათ ეს ისინი ნახატები. და იმიტომ რომ ცდილდნენ რომ ქრისტიანობა უნდა ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ერთადერთი რელიგია და მაგას ემსხვერპლა სავარაუდოდ ეს ტაძარი, ტაძრის ნაწილი. ეს არის ტაძრის შიდა სივრცე. ის ადგილი, სადაც ეთუს ეს ტაძარი ააშენეს, არ იყო ისე ცარიელი, მან მდებარეობდა უკვე ძველი ეგვიპტის სამეფოს პერიოდის ტაძარი და მასზე შემოაშენეს ააგეს
შევანდელია თუხაზარი. აქ არის ნაჩვენები, იქ შიგნით შედიხარ ძველების მონუმენტური რაღაც ნაგებობის ნაწილები. აქ გინდათ ამჯერად ხანძრად ღირსან მე ჩემი წინა ეპოქაში ვიზიტების დროს ვერ მოვახერხე და ახლა ნაბობ ვიდეო მართლა ზონი ნამოზიარებელი ლაბირინთი არის საკავრო შემოგვიდა ვერიქის პროგრამასწავლებით ხოლო საიტმოდები გასვანეცის არც უნდა გიდას ვერ მოხდები ეგ არის თავი კარგი კიდევ ის არის რომ ძალიან ბევრი ტურისტი არ არის ხოლო როგორც წერამები ხოლო მარტო ისინი მოდიან აქ ვისაც კრუიზი აქვს აღებული ან კაიროდან ან ლუქსორიდან ასუანისკენ ჩამავალ არა მომავალ ნახე როგორ არის განადგურებული ამაზე აშკარად გეთხოვა რომ თითქოს რაღაცა ურტყეს იმიტომ რომ ეს ნაჩვენებად არის მონგრეული ისინი თავები, ფეხები რო გამოდიხარ ამ სხვა გამოსახულებებთან შეხედო ამ ღმერთების გამოსახულებებთან ყველა ესე გეგონება პატარა წერაფით მიიქნენ და ეხეს რომ აბსოლუტურად ყველა ღმერთის გამოსახულება ეგრეა სხვა იმებს არაფერი არ სჭირს რაც არის რაღაცა იეროგლიფები მიწურის ან რაღაცა ნივთები გამოსახული ყვავილები იმას არაფერი ანუ ხელუხლებელია გარდა ღმერთების გამოსახულებისა რაც უფრო მიანიშნებს იმაზე რომ რომელი ქრისტიანების მიერ ჩადენილია ეს ყველაფერი ამ განსაკუთრებულად ბევრი ჰორუსის გამოსახულება და ნაჩვენები არის ჰორუსის საუბარი სხვა ღმერთებთან აქაც არის გაკეთებული წარწერები ჟუ 1842 ჯონ შეფერი 1857 და სად არის ოფონტეინი 1872 ეს ჩვენ შემდეგი გაჩერება კომომბოს ტაძართან მოვედით. ეხლა შესასვლელთან ვიმყოფებით. აქ ნიდოსის პირას არის. ხალხი ძალიან ცოტაა, აქედან რაც ჩანს. ეს არის კომომბოს ტაძარი. და შეგნის ეხლა შევალთ ბილეთებს ვიყიდით. იქიდან მერე უფრო დეტალურად გაგათვალიერებინებთ ყველაფერს. ძალიან ამაზე ადგილი კი არის. ანუ ეს ეგვიპტური სოფლები არის საერთოდ ძალიან ლამაზი რა. აი ეს ნილოსის პირას აღმოცენებული ოაზისები. ისეთ კარგი გარემოს ხმის რომ უნდა მოვხვიდეთ. კომომბოს ტაძარი კიდევ ერთი პტოლემეიდური პერიოდის ტაძარი, რომელიც იგებოდა მეორე პირველ საუკუნეებში. და რითი გამოირჩევა ახლა ეს არის ორმაგი ტაძარი. ტაძრის ნახევარი მიწვნილი არის ეგვიპტელი ღმერთების სხვა ტრიადაზე, ნახევარი სხვა ტრიადაზე. და ეს ორივე მხარე არის სიმეტრიული ერთმანეთთან.
ესეთი რაღაც არ ხდებოდა თუნდაც. Იტომ გახდა პრესვისაც და ძალიან ბევრი ტურისტისთვისაც მოსანახულებელი ადგილი. რომელ მხრიდან შევიდეთ ესე? რომელ მხარეს მივიდეთ უპირატესობა? ხომოკრა ვეხლა რომელ მხარესაც შემოვედით? ეს არის ხოროსის ნაწილი. ოღონდ ხოროსის არა როგორც ესე გამოითქმეოდა, ხოროსს რამდენიმე სხვანაირი ტიპაჟი აქვს ეგვიპტურ მითოლოგიაში და ერთ-ერთიანი კომომბოური ელის ხოროსია ეს. ასეთ მხარეს არის სობეკი, იანგისთავიანი. მერტი. აი მხარე უმეტესად წილად ამ ღმერთისთვის არის მიძღვნილი. მათ შორის აქ არის ნიანგების მუმიების მუზეუმი და მაგასაც მოვინახულებ ჩავალ. ამ ტაძარშიც ისევე როგორც ერთ გუშინ შევხვდებით დაზიანებულ მონაკვეთებს რელიეფზე. ისევ ქრისტიანების დამსახურებაა ეს და რაღაც პერიოდის განმავლობაში კომომბოს ქრისტიანები კოპტები იყენებდნენ სამლოცველად და გადაკეთებული ჰქონდათ ეკლესიაზე. ეგვიპტურ ტაძრებში სამლოცველოებში საერთოდ ყველგან ეს ყველაზე მაგარი შეგრძნება რაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს არის ის რომ აი ხელით შეეხო ამ ყველაფერს და იგრძნო ათასწლეულების წინ ხელით ნაკვეთი ფიგურები შენი დღევანდელობით. აი ძალიან მაგარია. აქ არის ხოროსი გამოსახული რამდენიმე ადგილას, სადაც ანუ ადამიანის სხეულის მაგივრად არის ლომის სხეული და შევარდნის თავი. აქ შეუძლებელიც არის, მაგრამ იქით არის რაცებში. ქართველები, ეგვიპტელები კავშირში რო ვარდეთ მანეთთან. ამათაც უყვარდათ ღვინო. ცოტა განსხვავებული ღვინო. უმეტესად ლოტოსის ღვინოს ვსვავდნენ. მაგრამ მაინც ღვინო. ეხლა რასაც ვაკვირდებოდი. კომომბოს ტაძარი ბევრად უფრო ისეთია ლამაზი, გარედან აღსაქმელად და ანუ შიგნიდან გარეთაც რო უყურებთ რა. ეს ნილოსი თვითონ წყალი და იქვე ბუნება და ანუ ხდება. ეთფუ შეგრე არ იყო. ეთფუ ცოტა მოწყვეტილად იყო წყლისგან და აი შუა უდაბნოს შტაბეჭდილება უფრო იქნებოდა. აქ აი გარეთ სიცოცხლეს და ბუნებას რო ხედავ, ნაცნაირად თვალსაჩინოა. ანუ ქვის ყვითელი აგურისფერი კედლებისგან სიმწვანის დანახვა კარგია. ბევრი ჩართვა ფილმებისა და სერიალების რეფერენსით. აი ახლა მოვაჩინე ხონსუ ფარის ღმერთი ძველ ეგვიპტეში, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ რამდენიმე წლის წინ გამოსულ სერიალში Moon Knight, რომელიც ძალიან პოპულარული იყო და სხვათა შორის მეც მომეწონა, კარგი იყო, გასართობი. ხო, ეხლა წეგან დავდიოდი და ვეძებდი რომ ეს სად არის, თორე იმიტომ რომ ერთ-ერთი ღმერთი რომელსაც ეძღვნება სობეკთან, ხორთან ერთად არის ხონსუს. ვიარე და დავინახე. ეგრე შეგახედოთ კიდევ ერთხელ ცოტა ახლოდან. ოპ. ეგ არის. კომომბოს ტაძარში ახლოს ტაძართან არის ნიანგების მუზეუმი. ხო და დავდივართ და ვერ ვიპოვეთ. ეხლა ვიღაც ტურისტი შეხვდა ერთი ამერიკელი ბიჭი და იმანაც ვერ მიაგნო. ბიჭი ხმაზე ჯელი. ხო და იმანაც ვერ მიაგნო. დავდივართ აკეთეთ ვიყვებით ამ ნიშნებს და არ არის. რა გავაკეთე? მაფიშ კროკოდაილს. აი რაც მატიო და მატი? შეიძლება ვიქით. მაგრამ მე იყოს. კაფე. არგინდა? ეს იქ ყოლა. ნახავთ?
How much? Only 500 pounds. 500 pounds only. Masala. I'm going to sorry. Right? Yes, sir. Morgan. სხვანაირი ბუნება იყო მაშინ. აი, იდეის მომიფიცირებული ნიები. ხალხსაც უკეთებდნენ მომიფიცირებულ საკუთრებები. ხოშის არამატონია მაინის და ხის და სხვადასხვა ისტორიის მომიების თავსანა. აქ ხალხი ნიაგებია. კონკრეტულად სობეკის სადმე მიძღვნილი ნიანგების მუზეუმია. სობეკი ანუ ნიანგის სამიანი მარტი. ეს არის სუვენირების მაღაზია ნიანგების მუზეუმში, სადაც იგივე ყველანაირ ღმერთს, სეტს, კონსულს, ჰოროს, ვისაც გინდა, ვისაც იფიქრებთ, რამზესი, ეს, ის, კატები, მოსალაში. Egyptian. მოვიარეთ Common Bots ნიანგების მუზეუმით და დავოთ ახლა ჩვენს როლთან გავაღვიძებთ თუ ჩაძინებული ექნება. ყველაზე კარგი არის. ტურისტები ვაფშე არ არის. ხო, არავინ არ არის. ეგ ძალიან მაგარია. ესე გაყოლწვა. ეგზეთი. ხო და ახლა გავუყვებით ასუანის გზას. კარგია რომ იქ შედრებით, ანუ დღისით ჩავდივართ. 3 საათზე იქ ვიქნებით ალბათ. 4-ზე უფრო. ნუ 3-ზე. 4-ის ნახევარი. სადაც ეგრე. აქ რა გადავიღებ? და წავალ, არ შეგნით არ შევდივარ. ხო და? წავალ იქიდანაც მე იქ ძალიან ლამაზი, აი, ასუანი არის ძალიან ლამაზი, აი, კუნძულები არის ნილოსში. გადასარევი. და აი ეგეთი ქალები მიყვარს. ქალებიც ეგეთი ყავთ კი. ეგვიპტელები ხო გიждდებიან, აგერ მე დანაციაც ხო გიждდებით. ხო და ეს არის. მე იქიდანაც გაჩვენებს ყველაფერს დაგათვალიერებინებთ. ასე შემდეგ წავედით. მანქანის ბორბალი გაგვისკდა და სანამ ვსვლით ესეთ ადგილას რომ გაჩერებით. დანგარი ქედი გვაქვს. გასაჩერება შესაძლებლად იდეალური ადგილი იყო. მე მაგრად ვსვლი. ესეც ასუანი. უბრალოდ ჩამოვაქციეთ როგორც იქნა. სასტუმროში დავბინავდით მე და რაცია. აი გამოსვლა რომ დავაპირეთ იქ სასტუმროს მენეჯერი ვინც იყო მაგან გითხრა რომ აი მე რო ჩამოდიცო რა და რო ისო მოვაგვაროთ ეს. ვიფიქრეთ რომ ეხლა ანუ პასპორტები უნდა რა აქ სულ ეგრე ანუ ჩეკინის დროს ხო როგორც ყოველთვის პასპორტები გჭირდება. ხო და ჩამოვიტანეთ პასპორტები არც გამოურთმევია. თუ გამოგვართ მე. მე მიეს პროსტა. ხო, არაფერი არ უქნია. უბრალოდ გველობა და კა ერთი 9 საათზე მეტი უეჭველი. ანუ თითქმის 1 საათი რა. და ჩვენ აი როგორ გშია ახლა იცი აი წარმოუდგენა არ გაქვს დილიდან ნახევრის ნახევარი ბურგერები ვჭამეთ თვითონ და აი მაგის მეტი არაფერი არ ვიჭამია გზავრობთ 7 საათია და კაცმა ესეთი რაღაცები გაგვიკეთა ძალიან საყვარელი კაცი კი იყო ანუ საკუთარი რაღაცა გამოსცემ ცხოვრება ქონდა შესწავლილი თავისი გზით რა და ცოტა ისეთი რაღაცეების კი შეეროდა, რის არ უნდა შეერებოდა, მაგრამ მაინც ხო ხავსობდა იმ დროში კი ეგ რაღაცა წარმოედგენა არ ხარ. ხო და მოკლედ აი არ გვინდა ახლა მაგაზე მაგკაცის წვენების განხილვა არ გვინდა. უბრალოდ ის თქვა რომ აი მენა გავწამდით აი ხანი ეხა არა შენ კიდე მელაპარაკე და ელაპარაკე მაგრამ ძალიან საინტერესო გაგიждები ადამიანი რაღაც მომენტში ვიფიქრე რომ აი ვაფშე მესმეჭმეს ნახე ოლკურის მარკეტი არა გაიგო ეხლა წავალთ რამეს შევჭამთ თორე აღარ შემიძლია მე გადავალთ დღეს არ მგონია რომ დაღამებამდე რამე მოვასწროთ არა მე იქით ძალიან კარგი საყვარელი კუნძულებია და ხვალ უეჭველი გადავალთ ელეფანტინის აილენდს ვნახავთ
და ასე. ეხლა წავალთ ცოტა შევჭამთ და It's me. Yeah. It's me, not you. ხოდა ეს ეხლა პოლიციამ გამაჩერა რომ ვიდეო ჩვენ არ მოგვახვედრო ესე აჩერებენ აქ არ უყვართ. Hey, thank you, შუკრან. ხოდა ცოტა ჩამოვწიე ცოტა ხანი ვიდეო. Oh, აქ ბევრად ინტერესантная ხალხია. ადოქია. Წავალთ ეხლა და პოლიციელი კაიროში გაგაჩერდა და უიწერ მაინც. არა, კაიროში დამადგებოდნენ. იარაღს დამატებდნენ შუბზე და მანახე ეხლა რა გადაიღო. ამას ვუთხარი რომ მეთქი ჩემთავს უღებ მეთქი, ხენ არა თქო და კაი. ვერც კაიგო, იმიტომ ინგლისური არ ციცდა, მაგრამ მაინც არა. წავედით ეხლა. მივაგნოთ ჩვენ რესტორანს. მომდინარე იქიდან რომ ასვანში ეხლა საღამოა და მე ასვანში სიარული დღის უფრო მიყვარს გადაწყვეტეთ რომ კაფეში მოვცოვი. ეს არის Peacock Cafe. ესე ქვია და ძალიან საყოველთაო იყო ერთხელ ორ დამყოფები აქ. 2 წლის წინ. და ეხლა შევალთ ისო. ეს ეს გიგია. ალამაზი. და ეს აივანზე გადიხართ. ხაჭდებით. არავინ არ არის? არავინ არ არის სამწუხაროდ, მაგრამ არა სამწუხაროდ. ცოტა ძვირი ფასები დაგვახვედრეს აქ. ვაფშე თავიდან ანუ დოლარებში და ევროებში დაწერილი მენიუ მოგცეს. არა უთხარით რომ არაბული მოგვეცითო. მარტო ფაუნდები გვაქვს. ან გამოგცალეს შედარებით ნაკლები ფასები იყო ეგვიპტურ ვერსიაში. და შეუკეთეთ ეხლა 2 წელი საფირმო ცივი ყავა, Mr. Peacock-ი. ანუ Mr. Parshevang-ი. მადია მალე გაკეთდება და ვაგემოვნებთ. არა უშავს ხო ფასები რა ძვირი. ო მაგრამ მაგოიმებდნენ ახლა. მაღაზიაში ჩამოვედი სასტუმროდ და რომ მეთქი და ჩიპსებს და რაღაც თბილეულობას ვიყიდი რომ ამე ფილმს ჩაუჯდებით მეთქი და მაგრად გვეზინება და ხვალ ადრე რო ავდგე. ავიღე რაღაცაები სამი პატარა ჩიპსი ავიღე. 2 ცალი შოკოლადი და 2 პეპსი. და ქალიზის რა და ქალები უმეტესად არ იტყუებიან ხოლმე აქ რა მაღაზიაში ქალები სულ ხედავ ხოლმე მაგათთან უფრო შევდივარ ესე ხამამად და ამან მომიხია რომ 240-იო რა და მეთქი ანუ რანაირად 240 ვიცი ფასები მეთქი აქაური და 240 რანაირად გამოდის მეთქი საიდან ხარო მეთქი საქართველოსდან მაგრამ კაიროში უმუშაობ რომ მოვატყუე მაგრამ გავიხსენე ანუ სამოტყუებას არ გამოდიოდა მართლა უმუშაობდია ხოდა მე რამდენს გადაიხდიო ჯერ ცოტა დამეკლა 100 მომიკლა 100 არა 100 კი 50 მომიკლა არა მეთქი ანუ მაინც ძვირია თქო რამდენს გადაიხდიო და მე ვუთხარი რა არაბულად რომ აი პეპსის მეთქი ხამსა აშარა თქო და ეგვიპტურად ლაპარაკობო ეგვიპტურად რა არაბულად ლაპარაკობო მეთქი ხო მართლა აქცორო მეთქი რაღაცა და მე სათითაოდ ვკითხე ყველა იმისთვის ფასი და რო შევკრიბეთ ჯამში გადავიხადე 75 პაუნდი როცა მახტევინებდა 240 მაგოიმებდნენ